ტროპიკული წყლული დიაგნოზი, რომელიც ბევრს აშინებს, მაგრამ რეალურად რამდენმა იცის, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში. მყავს მომხმარებელი, რომელსაც ჰქონდა ძალიან მძიმე კანის პრობლემა, რომელიც დაკავშირებული იყო ტროპიკული წყლულის მსგავს სიმპტომებთან. წლების განმავლობაში ეს ქალბატონი ცდილობდა სხვადასხვა გზას მიმართავდა, მაგრამ შედეგი იყო მხოლოდ დროებითი. იმ დონემდე მივიდა, რომ სახლიდან გასვლაც კი უჭირდა. როცა გავაცანი პროდუქცია პირდაპირ ვუთხარი, მე არ ვარ ექიმი და შედეგს ვერ დაგპირდები. უბრალოდ ავუხსენი, რომ ორგანიზმს ხშირად ჭირდება შიგნიდან გაძლიერება და გაწმენდა, ანუ დეტოქსიკაცია. და აქ დაიწყო პროცესი, ეტაპობრივად ორგანიზმმა დაიწყო რეაქცია, რაც აისახა კანზეც. ნელა-ნელა მდგომარეობა დამშვიდდა და დღეს კანი სრულიად გამოჯანსაღდა. ძალიან მიხარია ის შედეგი, რაც მიიღო, რადგან ასეთ შედეგს არ ველოდი. კი ვიცოდი თუ ალოეს რა შეეძლო გაიკეთებია, მაგრამ მსგავს პრობლემასთან რადგან შეხება არ მქონდა, გაბედულად არ ვიყავი. ეხლა კი შემიძლია გაბედულად მივაწოდო მსგავსი პრობლემების ადამიანებს პროდუქტები. შეიძლება ყველას შემთხვევა ერთნაირი არ იყოს, მაგრამ როცა ორგანიზმს ეხმარები სწორად, შედეგი მოდის. თუ გაქვს მსგავსი პრობლემა, მომწერე სიტყვა კანი და აგიხსნი დეტალურად. არ დაგავიწყდეთ გამოწერა და გადაზიარება, რათა დავეხმაროთ მსგავსი პრობლემის ადამიანებს.